თუ სიცოცხლე არ არის მარადიული, ყველაფერს აზრი ეკარგება. ნებისმიერ ღირებულებას, თავად ადამიანურ სიცოცხლესაც აზრი ეკარგება და თუ რამე ღირებულება არსებობს სიცოცხლესთან ერთობაში. ეს ერთი, მეორე. ადამიანური სიცოცხლე ვერ იქნება ყოფიერება ისეთი, როგორც ყოფიერებს ქვა მაგალითად. ან ცხოველი, თუნდაც მაღალგანვითარებული. ადამიანური სიცოცხლეს ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ სიცოცხლე მარადიულია, ხოლო სიცოცხლე მარადიული იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ სიცოცხლე თავად ღმერთია. თუ სიცოცხლე არ არის ღმერთი, იმიტომ რომ ცალკე მარადისობა და ცალკე ღმერთი არ არსებობს. აი როგორც მაგალითად ცალკე მატერია და ცალკე სივრცე და დრო არ არსებობს. მატერია, სივრცე და დრო ეს ერთი მოცემულობაა. ასევე ცალკე ღმერთი და ცალკე მარადისობა არ არსებობს. ღმერთი არის მარადისობა. ღმერთი არის სიცოცხლე. და ამიტომ თუ ჩვენ ვამბობთ და გვწამს, რომ ჩვენ მარადიულნი ვართ, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთია და მე ღვთის მსგავსი არსება ვარ. ღვთის თეოლოგიური არსება ვარ, ანუ ღმერთი ჩემშია. და ღმერთის გარეშე ადამიანი არ მოიაზრება. და ეს ნიშნავს იმას, რომ სიკვდილი იმ სახით როგორცაც ჩვენ ვხედავთ და ვიცნობთ ხორციელი სიკვდილი ადამიანისათვის არაბუნებრივი მდგომარეობაა. ის ბუნებრივია ჩვენი დაცემული მდგომარეობისათვის, იმიტომ რომ ჩვენ დავცილდით ღმერთზე უარი ვთქვით. მაგრამ არსობრივად რისთვისაც და როგორათაც ადამიანი შექმნილია, ამგვარი ანუ ღვთის ხატი და მსგავსებისათვის არაბუნებრივია, იმიტომ რომ თუ მე ღმერთის თვისებების მქონე არსება ვარ და თუ ჩემთან ღმერთია, იმიტომ რომ თეოლოგიური არსება ვარ, სულ ხალი ღვთისმოწყალე როგორც ამბობს, ხო? ადამიანი არის ღმერთის სული და სხეული. თუ ესა ვარ, მაშინ სიკვდილს რა უნდა? და დიახაც სიკვდილს რა უნდა? მაგრამ ღმერთს დაცილებულობიდან გამომდინარე სიკვდილი ჩემში არის, მაგრამ მას შემდეგ რაც ღმერთი ადამიანად მოვიდა და თავის თავში შემოუშვა სიკვდილი, ჩემთვის შემოუშვა და მოკლა სიკვდილი თავის თავში, ღმერთმა ქრისტემ თავის თავში მოკლა სიკვდილი. სიცოცხლე როგორ კვდება? სიცოცხლე კვდება, როცა სიცოცხლეში შედის სიკვდილი. ხოლო სიკვდილი როგორ კვდება? როდესაც სიკვდილში შედის სიცოცხლე. სიკვდილი მოკვდა და სიკვდილში შემოუშვა სიცოცხლე და მოკლა სიკვდილი. და მას შემდეგ რაც ქრისტემ ადამიანს, საკუთარ ადამიანში, რომელიც მიიერთა მან, რომელიც შეიმოსა მარადიულად, განუშორებლად, შეურევნელად, მაგრამ განუშორებლად შეიერთა რა მარადიულად ადამიანური ბუნება და ამ ადამიანურ ბუნებაში მოკლა სიკვდილი. და მე მეუნება, რომ ჩემი მორწმუნე არასოდეს მოკვდება, იგი გარდაიცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ამიტომ ქრისტიანისათვის აღარ არსებობს სიკვდილი, ქრისტიანისათვის არსებობს გარდაცვალება.